საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან 60 სანტიმეტრზე, ხოლო გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 40 სანტიმეტრზე მეტ გადამშვებული ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით არმებით ითვლება არაგაბარიტულად სხვილგაბარიტიანად თუ ტვირთი უკან საგაბარიტო წერტილიდან გამოშვებულია 2 მეტრზე მეტად. ეხლა ჩვენ განვიხილავთ ტვირთის გადაზიდვის თემას. ეხლა მე გეტყვი შენა, გიორგი. რაც აი 3-4 დღისი რომ მოხდა დიდუბეში. ხო გაიგე ის დიდი რკინა და რაღაცა რომ არმატურა რო გადაქონდა. არმატურები რო გადაქონდა იქა და ძღოლი რომ მოკვდა, ხო გაიგე ის რა ქვია. მანდ არის დიდი დანაშაული ძალიან ბევრი უწყებების. საიდანაც წამოიღო, სხვათა შორის მანდ მძღოლიც არ იყო მართალი. აგერ გეუბნება კანონი რომ მიგაქო, ხო პასუხისმგებელი ხარო, ხო ეგრეა. რა მიგაქ როგორ არის დამაგრებული, შენ უნდა იყო ამაში თვითონ პირველ რიგში დაინტერესებული, ჩემო კარგო. მეორე და ბოლოს გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ვერ ავწდებით იმას რომ არაგაბარიტული ტვირთი როცა მიაქვს მანქანას ან რაღაცა როცა მიაქვს და ვერ მიაქვს სწორად ის უნდა გააჩეროს პატივცემულმა საპატრონო პოლიციამ. ის რომ პოლიციას გაეჩერებინა როცა გამოვიდა თქვათ დაენახა გაეჩერებია და აეგრძალა ის ძღოლიც გადარჩებოდა იმობედურებას. ამიტომ ტვირთის გადაზიდვა არ არის მარტივი ამბავი და ამაზე დამწყებმა მძღოლებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ თუ კარგი მასწავლებელი ყავს გაამახვილებინებს ყურადღებას და თუ თვითონაც არის ამ გაჭირებულმა რასასწავლის. კარგი.